სასკოლო ექსკურსიების დროს ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევს სკოლის ადმინისტრაციას. Გახშირებული ტრაგიკული შემთხვევების ფონზე ბავშვთა უფლებების კოდექსის ერთი მუხლი სწორედ ექსკურსიებზე დასაცავ ნორმებს დაეთმობა. კანონპროექტში გაიწერება ტრანსპორტირების სტანდარტები, რომელთა დაცვაც იქნება სავალდებულო. დოკუმენტი ადგილზე სამედიცინო გამოცდილების მქონე პირის ყოფნასაც ითვალისწინებს. გენო ოსერმაშვილის რეპორტაჟი. ეს ბავშვების უფლებათა კოდექსია, კანონპროექტი, რომელმაც მოზარდების უფლებები მრავალი მიმართულებით უნდა დაიცვას და დაარეგულიროს. ამ მუხლებს შორის ერთ-ერთი კი საჯარო ღონისძიებებში ბავშვების უსაფრთხოების დაცვა. მაგალითად, ექსკურსიების ან ამდაგვარი ღონისძიებების ფარგლებში. კოდექსის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. მისი მიზანი კი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ბავშვთა ინტერესების დაცვა. ამ მუხლის გაჩენა აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენ ბავშვთა უსაფრთხოება გადაადგილებისა და ღონისძიებაში მონაწილეობის დროს. აქ არ იგულისხმება მარტო ექსკურსიები, ნებისმიერი სახის საჯარო ღონისძიება, რაშიც შეიძლება ბავშვების მასობრივი მონაწილეობა იყოს დადასტურებული. მუხლი, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვების უფლებების დაცვას არეგულირებს, სულ 8 პუნქტისგან შედგება. ამ პუნქტებშია გაწერილი მაგალითად ექსკურსიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის ფორმები, საკვების ჰიგიენური დაცვის ნორმებით გადატანისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ვალდებულებები. ამასთან ეს პუნქტები არეგულირებს იმასაც, რომ სკოლას არ აქვს უფლება საექსკურსიო ტრანსპორტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაიქირაოს. ასევე კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია მოითხოვოს მძღოლის პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რეკომენდაციები და მართვის მოწმობის სახით და ასევე ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სკოლის დირექციაში შემოდის კლასის დამრიგებლის განცხადება და განცხადებას ახლავს თან. პირველი, იმ ტრანსპორტის გამართულობის დოკუმენტაცია, რომლითაც მიემგზავრება კლასი, მეორე რეკომენდაცია მძღოლის ტურისტული კომპანიის მხრიდან და ასევე გამართულობა შიგნით სამარშრუტო ტაქსის, რომ აღჭურვილია ის ღვედებით. ამ კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში სკოლა როგორც ექსკურსიის ორგანიზატორი ვალდებული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინოს ღონისძიების დეტალები, კონტინგენტის, ექსკურსიის ადგილისა და დროის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი მაგალითად მაშინ, როდესაც ექსკურსია რამდენიმე ტრანსპორტისგან შედგება, შესაძლებელი გახდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით კოლონა საპატრულო პოლიციამაც გააცილოს. ინფორმირება არის აუცილებელი, რადგან შესაბამისი სამსახურები არის მობილიზებული, მათ ზუსტად აქვთ ინფორმაცია განრიგი დროის რამონაკვეთში, სად არის ესა თუ ის საექსკურსიო ჯგუფი და ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია უფრო სწრაფად ხდება საჭირო შემთხვევაში მათი მობილიზება და უსაფრთხოების დაცვა მოსწავლეებისა, როდესაც ესენი ექსკურსიაზე არიან. კანონით იქნება განსაზღვრული, რომ ბავშვთა ექსკურსიასთან ახლდეს სკოლის ექიმი ან მინიმუმ ერთი პირი, რომელიც გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში. ასეთი პირი შეიძლება იყოს მანდატური ან მშობელი. თუმცა იმ სკოლებს, რომლებსაც არც ექიმი ყავთ და არც მანდატური, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიმართონ. სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილია ზოგიერთ საჯარო სკოლაში ექიმის ან ექთნის შტატი და ამ შტატზე დასაქმებული პირები, რა თქმა უნდა, გადამზადების ეტაპსაც გადიან, ვიდრე შეუდგებიან უშუალოდ საკუთარი უფლებამოვალეობის განხორციელებას. სხვა ტიპის მომართვები სკოლებიდან არ ყოფილა და შესაბამისი მომართვის შემთხვევაში შესაძლებელია თანამშრომლობა სკოლებთან ამ კუთხითაც. ბავშვის უფლებათა კოდექსი პრინციპების დონეზე უკვე გაწერილია. ახლა მისი საკომიტეტო და სასესიო მოსმენები უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც მას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. კანონის ამოქმედების ვადად კი 2020 წლის ივნისია განსაზღვრული. ამ კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევა კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სახის სანქციებს გამოიწვევს.